ირანმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც ჰორმუზის სრუტეში კრიზისი პირდაპირ თავდასხმის მიზეზად აქცია და 3 ამერიკულ ბაზასა და ობიექტს მიაკენა დართმა ახლო აღმოსავლეთში. 2026 წლის 10 ივნისს 4 შაბათს ირანის რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ ბაჰრეინში, იორდანიასა და ქუვეითში ამერიკულ პოზიციებზე რაკეტები და დრონები გაუშვა. მას შემდეგ, რაც ტრამპმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ირანულ ობიექტებზე თავდასხმები დაამტკიცა, მემარცხენეები ცდილობენ თეირანის რეაქცია ძალის დემონსტრაციად წარმოაჩინონ, მაგრამ ეს ნაბიჯი სხვა რამეს აჩვენებს. ირანის რეჟიმმა ზეწოლა იგრძნო, იმპულსურად იმოქმედა და ახლა ისე ჩანს, თითქოს მან გაამწვავა დაპირისპირება სოფლიოს უმსხვილეს სამხედრო ძალასთან. სანამ რაკეტებს იჭერდნენ, სანამ სირენები ისმოდა სპარსეთის ყურეში და სანამ რევოლუციური გვარდია ცდილობდა შურისძიება პროპაგანდად ექცია, სწორედ მაშინ იქცევა ეს მახეთავად ირანის წინააღმდეგ. რეჟიმმა თავდასხმა განახორციელა და სისუსტე გამოავლინა, შეეცადა დაეშინებინა, მაგრამ დონალდ ტრამპს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა, რომ ირანს ზეწოლა მოუმატოს. რა გააკეთა ირანმა, როდესაც ამერიკულ ბაზებზე მიიტანა იერიში? რატომ არ ახვა ტრამპი პანიკის პროვოკაციას? როგორ შეიძლება ეს შურისძიება კიდევ უფრო დიდ პრობლემად იქცეს თეირანისთვის? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე შინაარსის კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. კრიზისი დაიწყო მას შემდეგ, რაც ვერტმფრენი ჩამოვარდა. აშშ-ის ვერტმფრენი ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ტრამპმა ეს შემთხვევა ირანს დააბრალა და განაცხადა, რომ ორივე სამხედრო კარგად იყო. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ეკიპაჟი გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც ვერტმფრენი ზღვაში ჩავარდა ოპერაციის დროს, რომელშიც უპილოტო ხომალდი მონაწილეობდა. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან თეირანს ამერიკელების დამცირების ნარატივს ართმევს. ირანმა აშშ-ის მორალი არ დაანგრია. რეჟიმმა შექმნა კრიზისი, ნახა, რომ სამხედროები ცოცხლად გადაარჩინეს და გზა გაუხსნა პირდაპირ პასუხს საკუთარი სამხედრო სტრუქტურის წინააღმდეგ რეგიონში. ამერიკული პასუხი ირანის სამიზნეებს შეეხო, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ საჰაერო თავდაცვასთან, ადგილზე კონტროლთან და სადარაჯო რადარებთან ჰორმუზის სრუტესთან ახლოს. მიზანი იყო ირანის შესაძლებლობების შემცირება, რათა დაემუქროს ამერიკულ ძალებს, ავიაციას და საზღვაო მარშრუტებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე რეგიონში. დონალდ ტრამპმა ავტორიზაცია მისცა ძლიერ ქმედებას, მაგრამ ომის სრულმასშტაბიანად გაყიდვა როგორც შოუ არ უცდია, ეს განსხვავება გადამწყვეტია. დონალდ ტრამპი მოქმედებდა შეკავების ლოგიკით, დაარტყა იქ, სადაც ყველაზე მეტად თქიოდა, შეზღუდა ქმედება, შეინარჩუნა პოლიტიკური კონტროლი და მტერს მისცა შესაძლებლობა თავად აეღო რისკი მომდევნო ესკალაციისთვის. რევოლუციურმა გვარდიამ უპასუხა, რომ მათ 3 ფრონტზე განახორციელეს შეტევა: ბაჰრეინში, იორდანიაში და ქუვეითში. ბაჰრეინში სიმბოლური სამიზნე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანა მასპინძლობს რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინას. იორდანიაში ირანმა განაცხადა, რომ სამიზნე დაიღო ალ-ასაკის ბაზა, მათ შორის F-25-ის გამანადგურებლების ჰანგარები და სარდლობის ცენტრი. ქუვეითში ადგილობრივმა თავდაცვამ ჰოსტაილ საჰაერო სამიზნეების გადაჭერა მოახდინა. საკუთარი სამიზნეების არჩევა აჩვენებს, რომ თეირანი რეგიონალურ გზავნილს აგზავნიდა, მაგრამ ასევე აჩვენებს იმ რისკის მასშტაბს, რომელიც მან იკისრა. ბაჰრეინის სიმბოლური სამიზნე იყო შეერთებული შტატების შტაბი. ბაჰრეინში იორდანიის შტაბის სიმბოლური სამიზნე. ბაჰრეინის სამიზნეები სიმბოლური იყო, როგორც განაცხადეს. ბაჰრეინი მეხუთე ფლოტის შტაბი ყველაზე სიმბოლური სამიზნე იყო რეგიონში, ხოლო თეირანის რანის მიერ არჩეული სამიზნეები კიდევ უფრო რეგიონალურ სიმბოლოს ატარებდა, მაგრამ შტაბ-ბინა ყველაზე სიმბოლური იყო. თეირანმა მძიმე სიმბოლური გზავნილი გაუგზავნა მტრულ ძალებს. თავად შტაბი იყო სიმბოლური სამიზნე. შტაბი შეერთებული შტატების იყო სიმბოლური სამიზნე რეგიონში. ბაჰრეინში შტაბის სიმბოლური იყო, განაცხადეს, რომ მტრულ საჰაერო სამიზნეებზე ჰქონდა დამიზნებული. იორდანიამ განაცხადა, რომ ჩამოაგდო ირანიდან გაშვებული 5 რაკეტა ალ-ასაკის მიმართულებით, ნამსხვრევები დაეცა, მაგრამ არავინ დაშავებულა და ზიანი არ მიყენებულა. ეს ნაწილი ცვლის ნარატივის მნიშვნელობას. ირანმა სადა ეფექტის გაყიდვა, მაგრამ თავდაცვითმა პასუხმა აჩვენა, რომ რეგიონი მზად იყო. როდესაც თავდასხმა, რომელიც დიდ მოვლენად იყო გამოცხადებული, მთავრდება გადაჭერებით, თავდაცვითი განცხადებებით და ამერიკელი მსხვერპლის არარსებობით, ძალის პროპაგანდა კარგავს ძალას. ირანი ცდილობს გამარჯვებულივით ილაპარაკოს, მაგრამ იქცევა ისე, როგორც ალყაში მყოფი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღიჩიმ გამოაქვეყნა, რომ არც ერთი მუქარა ან თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება და უცხო ძალებს უბრძანა დატოვონ რეგიონი. ეს ფრაზა ძალის დემონსტრირებას ემსახურებოდა, მაგრამ ასევე გამოხატავს უხერხულობას. თუ ამერიკული ყოფნა უმნიშვნელო იქნებოდა, თეირანი ასე დაჟინებით არ მოითხოვდა მათ გასვლას. სწორედ ამიტომ იყო საპასუხო დარტყმა მუქარით სავსე. ირანი მშვიდად არ არის.
ირანი რეაგირებს, რადგან მან პოზიციები დაკარგა. დონალდ ტრამპმა ყველაფერი შეცვალა სწორედ იმიტომ, რომ არ დაეთანხმა და არ მოიქცა ისე, როგორც მედია ელოდა. ამერიკული თავდასხმები ირანის რადარებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საკონტროლო სადგურებზე უკვე სამხედრო გზავნილი იყო. დანარჩენი აღქმის მართვა იყო. როდესაც ტრამპი პანიკაში არ ჩნდება, მოწინააღმდეგე კარგავს იმ ფსიქოლოგიური ეფექტის ნაწილს, რომელსაც ეძებდა. თეირანმა რაკეტები გაუშვა, რათა უფრო ძლიერად გამოჩენილიყო ვიდრე სინამდვილეშია, მაგრამ შეხვდა აქტიურ თავდაცვას და პრეზიდენტს, რომელიც არ იჩქარა მტრებისთვის უფასო დრამის ჩაბარება. რეგიონი უკვე დაძაბული იყო ამ რაუნდამდე. ბარეინი, ქუეითი და იორდანია არ სურთ გახდნენ ომის ასპარეზი, რომელსაც ირანის რეჟიმი იწვევს თავისი შიდა ნარატივის გადასარჩენად. როდესაც რაკეტები ამ ქვეყნების ცაზე გადიან, ადგილობრივ მთავრობებს უწევთ თავდაცვის გააქტიურება, სამოქალაქო პირების დაცვა და უსაფრთხოების ზეწოლაზე პასუხის გაცემა. ირანი ცდილობს თქვას, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებს ესვრის, მაგრამ საფრთხეს მთელ რეგიონს უქმნის. ეს არის პარადოქსი. თეირანი საუბრობს სუვერენიტეტზე, მაგრამ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე რაკეტებს ისვრის. საუბრობს დიპლომატიაზე, მაგრამ დრონებსა და რაკეტებს იყენებს როგორც პოლიტიკურ ენას. საუბრობენ რეგიონულ უსაფრთხოებაზე, მაგრამ აიძულებენ მეზობლებს თავშესაფრებში და თავდაცვის სისტემებში გაიქცნენ. ალაზრაქის ბაზა იორდანიაში ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ირანმა განაცხადა, რომ F-25-ის ჰანგარებსა და სარბლობის ცენტრს დაუმიზნა. დადასტურების გარეშეც კი, მიუხედავად იმისა, დაზიანდა თუ არა ეს ობიექტები, განცხადების შერჩევა უკვე აჩვენებს პროპაგანდის განზრახვას. თეირანი იცის, რომ მოწინავე გამანადგურებლებისა და ლებისა და სამხედრო სარდლობის ხსენება სათაურებში ხდება. მაგრამ ისიც იცის, რომ ასე მოქცევით საჯაროდ ირებს პასუხისგებლობას ამერიკის სტრატეგიულ აქტივებზე განხორციელებულ ქმედებაზე. თუ მიზანი იყო ტრამპის დაშინება, შედეგი შეიძლება საპირისპირო იყოს. ბაჰრეინში სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მეხუთე ფლოტს. ამერიკული საზღვაო ძალების იქ ყოფნა უზრუნველყოფს ოპერაციებს სპარსეთის ყურეში, წითელ ზღვაში, არაბეთის ზღვასა და ახლომდებარე მარშრუტებზე. ამ ტერიტორიის შეტევა ნიშნავს ამერიკული საზღვაო ყოფნის გულზე ხელის ხლებას რეგიონში. ირანი ამას კარგად იცის, ამიტომაც აირჩია ეს სამიზნე, მაგრამ სიმბოლოს არჩევა არ ნიშნავს სიმბოლოს დამარცხებას. როდესაც თავდაცვა იჭერს თავდასხმებს და გადამწყვეტი ზიანის დადასტურება არ არსებობს, ირანის ნარატივი უფრო განცხადებაზეა დაფუძნებული, ვიდრე კონკრეტულ შედეგზე. რეჟიმმა ხმამაღლა იყვირა, რადგან ჰორმუზის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე დარტყმების მიღების შემდეგ ძლიერი უნდა გამოჩენილიყო. ქუეითში მტრული საჰაერო სამიზნეების ჩაჭერამ რეგიონული მზადყოფნის ქსელის იმიჯი გააძლიერა. ეს ასევე ეხმარება დონალდ ტრამპს. შეერთებული შტატების ძალის პოლიტიკა მხოლოდ იზოლირებული შეტევაზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია ალიანსებზე, ბაზებზე, თავდაცვის სისტემებზე, საზღვაო ძალების ყოფნაზე და რეაგირების უნარზე. რეგიონმა დაინახა, რომ საფრთხე თავისუფლად ვერ გაივლის. დაინახა, რომ არსებობს რეაქცია. დაინახა, რომ არსებობს ფასი. ირანის ისტორია გვეხმარება გავიგოთ, რატო იყო ეს თავდასხმა შეცდომა. რევოლუციური გვარდია ყოველთვის მუშაობდა არა პირდაპირი ზეწოლით, მილიციებით, პროქსებით, ზღვის საფრთხეებით. რეჟიმს ურჩევნია იმოქმედოს ნაცრისფერ ზონაში, მოკავშირეები და შეიარაღებული ჯგუფები წინ წასწიოს, რათა ფორმალურად შეინარჩუნოს დისტანცია პირდაპირი ომისგან. ამჯერად, როდესაც თეირანმა სამ ქვეყანაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმები განახორციელა, ის ნაცრისფერ ზონას გასცდა და თავისი ხელმოწერა კრიზისის ცენტრში დააყენა. ეს ხელმოწერა შეიძლება რამდენიმე საათით შიდა პროპაგანდას ასიამოვნოს, მაგრამ შემდეგ თავის ფასს ითხოვს. რაც უფრო მეტად იღებს რეჟიმი პასუხისგებლობას საკუთარ თავზე, მით უფრო რთული ხდება პასუხისგებლობის უარყოფა, თუ ესკალაცია გაუარესდება. პარალელი სხვა კრიზისებთან აჩვენებს, რომ შეშინებული რეჟიმები ხშირად უშვებენ შეცდომას, როცა პროვოკაციას ძალაში ურევენ. რუსეთმაც სცადა ამის გაკეთება. სამხედრო ზეწოლა უკრაინის მუდმივ დაშინებად გადაიქცა და საბოლოოდ ევროპა აიძულა მეტი თანხა დაეხარჯა თავდაცვაზე და მეტი სამხედრო ერთიანობა შეექმნა. ჩინეთი ინდოწყნარ ოკეანეში ზეწოლას იყენებს, მაგრამ მისი ყოველი აგრესიული ნაბიჯი მის გარშემო შეკავების ალიანსებს აჩქარებს. მიუხედავად იმისა, რომ თეირანი ამერიკულ ბაზებზე ისვრის და გადამწყვეტ პასუხზე საუბრობს, მის რეგიონულ მოკავშირეებზე ზეწოლა ხორციელდება. ეს რეჟიმს ორმაგად მოწყვეტს ხდის. უნდა აჩვენოს ძალა საკუთარ შიდა ბაზას, მაგრამ ასევე უნდა აირიდოს ომი, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მეტ სამხედრო სტრუქტურას გაანადგურებს. ტრამპმა ეს წინააღმდეგობა შეამჩნია და სასტიკად მოქმედებს ამაზე. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ ჭეშმარიტი ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია.
დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მილსონ ალვესის საზოგადოებაში.